წერს რომ გოგოებო თქვენი აზრი მაინტერესებს. 2 კვირა გავთხოვდი და ჩემი დედამთილი ჩვენს ოთახში წევს. მერი დევარ კბილებზე დამატვირდა რომ კბილები რატო აქვს რა. ხუში ჩავარდი. ჯოხი ხوار გაქვს სადმე ახუბებ. ვიღაცის გამ, აი მეყარება, რამდენი ხანი მეყარება? 1 წელი, აი მაქსიმუმ, 2 წელი, მაგრამ მე რა ის ძალიან მეყარება, რომ აი მე ძალიან რაოდენი რა გინდა ძალიან? არაფერი. როგორ ვიცი? მიყარე რომ გაითიშა. გაითიშა რა, ჯერ დაწყებული არ იყო. სამწუხაროდ ხმამალ იძახის Zoom-ი recording-ს სტარტიდა და წაჭრა. ნამდვილად. როგორ ახარ? გამარჯობა. კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგად. ჩვენთან დათბა საქართველოში გავიხადეთ. ეთყობა და მე აგერ იმით რა ქვია ზამთრის სვიტრით ვზივარ აქ. და გათბობა მაქვს ჩართული. ანუ მას ეგრე ძალიან თბიო? კი, ახლა მთლადას იარცხება მე პლიტა მიდევს გვერდით. პლიტა. გათბობა მაქვს გვერდით, მაგრამ საკმაოდ ძალიან კაი ტემპერატურებია რა, სადღაც 17, 18, 19, 20 და ასე შემდეგ. და დაუბრუნდები. თუ დაუბრუნდები მარტო ამ ინდის გამო რა, სხვა, მაგრამ რავი, მე და მაგეთ რა ტემპერატურებია? ეხლა დღეს რა ვიცი, რამდენი გრადუსია დღეს? ალბათ 12-13. ნუ ახლა ეგეც ის არის რა ქვია, ნეტა მაგ 12-13-ზე გადამაგორებინა ზამთარი და მეტი არ მინდა არაფერი. აი გაჩერდი თბილისში ჩადის, სულ 1 კვირა მაგაზე დაბლა ტემპერატურა. აი თბილისში მაგამი ჩემი აზრით თბილისის ტემპერატურაზე არ უნდა იწუწუნოს ზოგადად ზამთარში ადამიანი. ხო და მაგ 1 კვირასაც გადაგორება ხო უნდა, მაგრამ ხო, მაგაზე არ წუწუნებ კაცო. შეხეთში რო ვცხოვრობდი, მაშინ როგორ მახსოვს, ვისთანაც ერთად ვცხოვრობდი, ბიჭის ის ეყინებოდა რა, წვერი ქონდა რა. და წვერი ეყინებოდა. მართლა სადღაც იანვრის პერიოდში -15, -20 გრადუსზე ადიოდა ხოლმე. ტემპერატურა საღამოობით და კოშმარი იყო. ესე რომ დაილოცო მასე ცუდი არ არის აქ ხა -15, -20-ზე არა, მაგრამ ანუ ტენიანობა არის მაღალი საკმაოდ. და ამიტომ ყინვაც სხვანაირად იგრძნობა. სიცხეც სხვანაირად იგრძნობა და ყინვაც რა, მაგის გამო რომ ტენი არის ანუ დანუბეს გამო რა, დიდი მდინარე რო არის. ნესტი საკმაოდ მაღალია და ეგ მაგას განაპირობებს. შვენიერი. იცი რაზე მეცინება? დღევანდელი თემა რო ნახევარი საათის წინ შევარჩიეთ და ბოლო 2 წუთში რო გადამისხვაფერე რაღაცები, იმიტომ რომ შენ უფრო დიპლომატი ხარ ვიდრე მე გადავწყვიტე რომ რაღაცები ზოგჯერ ისე უნდა თქვა დიპლომატიის გარეშე. ასე გადავწყვიტე რა ეს მოტოა ჩემი ცხოვრება. აი ამ დროს აი ძალიან იტყუები ეხა რომ ეგ არის შენი ცხოვრების მოტო, აი ძალიან იტყუები. ეგ არის შენი ცხოვრების მოტო, მაგიტომ ვილანძღები ხოლმე ძირითადად მე და არა შენ. მოდი ვაღიარო. მაგიტომ დავიწყე რომ ეგ ყველაფერი შენ გეთქვა ეგ რაღაცეები და შენ წამოიგე ანკესზე. ნამდვილად. დღეს ძალიან დღევანდელ დღეს ესე უხდება ხო ჯერ არც ვიცი რა მინდია გარეთ, მაგრამ დღევანდელ დღეს უხდება ოჯახურ ურთიერთობებზე საუბარი. ნატაშა რას ფიქრობ? ნამდვილად. მარტო ცხოვრებაზე და ცხოვრების სტილზე ზოგადად რა, წინა იმისთანაც რომ გავაგრძელოთ ცხოვრების და იმის ბალანსზე რომ ვლაპარაკობდით რა, წინა ეპიზოდის თემა. მარტო ცხოვრება როგორია, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგასაც აქვს დიდი წილი ბალანსში. როგორ შეგიძლია რაღაც. აუ, ეხა იცი რა გამახსენდა? თამო შენი და ხო უყურებს ჩვენ იმას რა ქვია, ჩვენ ეპიზოდებს და ახლა აქედან მოკითხვა თამოს და აქედანვე იმას მოწვევას ვუგზავნი რომ ბუდაპეშტში რატო ვახსენებ ხოლმე რა. უნგრეთში ხო შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს და მაგან ხო თქვა რომ თქვენ რა იცით 40 წლის იქეთო გამოწვევებიო და აქედანვე შეგვიძლია რომ გავუგზავნოთ მოწვევა რომ ჩავწეროთ ეპიზოდი რა ხდება 40 წლის შემდეგ. აჰა, კარგი. ოკეი?
და ვნახოთ აბა რამდენად მიიღებს ამ გამოწვევას, რადგანაც ესე ჩვენ Prime House-ში რამდენად ჩაერთვას. ოკეი. მოკლედ ეგ გამოწვევა გავაგზავნოთ და ვნახოთ აბა რამდენად დაგთანხმდება ამ ყველაფერზე. და დღეს იცი რაზე ვისაუბროთ, რომ ახლა ესე ჭკვიანური თვალებით ვითომ ისე ვლაპარაკო, ვითომ ჩემი მოფიქრებული თემა. ვისაუბროთ მარტო ცხოვრებაზე. იმიტომ რომ შენც გიცხოვრია მარტო და მეც მიცხოვრია მარტო და ასევე ოჯახთან და სხვადასხვა თაობებთან ცხოვრებაზე რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ხოლმე და რა ისტორიები გადაგხვდენია ამ გზაზე, რომ რაც თან საინტერესოა, თან გამოწვევებით სავსე არის ზოგჯერ არც ისე სასიამოვნოა, მოკლედ მაგ რაღაცებზე რო ვისაუბროთ, ხო არ ხარ წინააღმდეგი. გაქვს ჩემგან გაქვს ერთი კინინი და შეგიძლია გადახვიდე შემდეგ ტურში თემის. კაი, მარტო ცხოვრებით დავიწყოთ მაშინ. მე მარტო მიცხოვრია, ოღონდ რანაირად მიცხოვრია, იცი მარტო, რომ შუალედებით რა, რომ ცხოვრობდი მარტო, მე აღარ ცხოვრობდი, ვერ გავიხარ. მარტო ცხოვრება შენი არ არის ნინი ბოლომდე, მე მგონი და შენ თავსაც არ უწყდები. როგორ? შენ თავსაც არ უწყდები, ანუ თლად ბოლომდე არ მოგწონს მარტო ცხოვრება. და ესე ბოლომდე ვერ მიგიწევს, ვერ ლაგდები და ამიტომ მიდიხარ ისევე წრეზე. შეიძლება. მაგრამ აღარ მინდა შემდეგი წრე თუ შეიძლება რომ მოვისვენო. კითხვა მაქვს შენთან, შენ მარტო გიცხოვრია მაშინ, როდესაც გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ დადიოდი სასწავლებლად, ხო? აი გამოცდილება. მეც მაგ დროს მიცხოვრია მარტო, შენსავით რა, ესე და ყველაზე ტკბილად, ეხლა მე ჩემ თავში ამაზე პასუხი მომივიდა და შენი პასუხიც მაინტერესებს, ყველაზე ტკბილად რა გახსენდება მარტო ცხოვრებისგან, მაშინ როდესაც ის პერიოდები გქონდა? ნაბჩხვენებიან. ეს რაღაცა შუალედებში ბრეიკი, ძალიან დიდხანს რო წერენ პოდკასტს რა და შუალედებში საჭმელად რო გადიან, მასე ვიყავით გასულები ამ წუთას მე და ნატა. მე საჭმელად და ნატაც ალბათ ჭამდა. არა, მე უფრო ბავშვს ვაჭმევდი, ვაპურებდი. ოკეი. კაი, იცი რა მაინტერესებს, რომ წეღან რო გელაპარაკებოდი, რომ ორივეს გვიცხოვრია მარტო და ორივე ვიცით მარტო ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ყველაზე მეტ მუღამს რაში უჭერდი, რა მოგწონდა ყველაზე მეტად, რაზე ფიქრი, რომ უნივერსიტეტში იყავი, დაღლილი რაღაცა და სახლში მიმავალ გზაზე პირველი რა გიფიქრებოდა, რა იყო? დიდი мотиваცია შენი მარტო ცხოვრების. ან მარტო იმ ეტაპზე ვცხოვრობდი, იმიტომ რომ ხო, ანუ ხო ქვეყანაში ვიყავ, ანუ საქართველოში, მოდი მანდედან დავიწყოთ, საქართველოში მარტო არ მიცხოვრია არასდროს. ამიტომ აი ეგ გამოცდილი არ მაქვს. მაგრამ ჩემთვის, ანუ აი უცხოეთში ცხოვრების გამოცდილებასთან ერთად, რაც იყო ძალიან საინტერესო ამ ყველაფერთან. აი რაღაცა შენი სივრცე გაქვს სხვანაირად რა, ან მარტო ის სივრცე კი არა, ანუ აი სახლში ოთახი რო გაქვს. რაღაცნაირად სხვანაირად შენი სივრცე გაქვს და თან მგონია რომ ძალიან გზრდის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე ხო, ანუ სრულიად მარტო ერთ ქვეყანაში მიცხოვრია მარტო, ანუ სადაც ყველაფერი ჩემი იყო, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში მიცხოვრია, რომ ოთახი მქონდა ჩემი და სახლს ვიზიარებდი სხვებთან. და ეგეც დადებითი რაც მომწონდა და საინტერესო იყო, ანუ აი სხვა ადამიანებთან თანაცხოვრების მომენტი რა, როგორ შეიძლებოდა თან ანუ აი რაღაცა თან ძალიან განსხვავებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ და ეგ იყო ძალიან საინტერესო. ისე ხა მარტო ცხოვრებაზეც ხო, რავი, ანუ მიხვალ და შენთვის ხარ რა. ეგ არის, ანუ შენი სივრცე გაქვს, რაღაცა გარშე აბსოლუტურად შენზე არის ყველაფერი აწყობილიც, დამოკიდებულიც, სად რა გიდევს, როგორ გიდევს, რანაირად რას გააკეთებ, რომ მიხვალ მარტო შენი არის, შენ ხარ პასუხისმგებელი და ასე შემდეგ. ხო, ანუ აი ესე რაღაცა მარტო რო ვცხოვრობდი და გონებაში მიმიხაროდა, რომ აი მარტო ვცხოვრობ და სახლში მივდივარ თქო, ეგ შეგრძნება არ მქონდა რა, მაგრამ კი მომწონს მარტო ცხოვრება და მომწონდა, ანუ არ შევუწუხები ვარ მარტო ცხოვრებას.
ზოგი ხარ ისეთი ტიპები, რომ რაც ვერ ჩერდებიან მარტო და ხო, ერთი სული აქვს, რომ ვიღაცებთან კომუნიკაცია შევიდეს და ხო, ჩემ შემთხვევაში ცოტა უფრო მარტივად იყო ეხა მაგ პარალელს ეგ პარალელი რო გავავლე მაგასთან შედარებით, რომ მე ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა განსაკუთრებით სახლში და ძალიან კარგად მახსენდება ჩემი მარტო ყოფნის ეპიზოდები დაიწყო მოკლედ ჩეხეთში, როცა ერთი წელი ვცხოვრობდი, მაგრამ იქაც იქ უბრალოდ ცალკე ოთახი მქონდა მარტო ჩემი. და ოღონდ ცხოვრობდი სხვებთან ერთად, დანარჩენ ორთან ერთად და ეგეც ძალიან საინტერესო იყო. მაგით დაიწყო მოთელვა მოკლედ ჩემი მარტო ცხოვრების და შენ ძალიან სწორად აღნიშნე პასუხისმგებლობები და საკუთარი თავის პატრონი მთლიანად შენ ხარ რა. შენზეა დამოკიდებული ყველაფერი. რაც შეეხება სხვასთან ერთად ცხოვრებაზე, აი მაგ იმას ჩეხეთის ამბავს გავყვები რა, ეგეც ძალიან საინტერესო იყო, არ ვიტანჯებოდი. განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში მგონი კაია რა, რომ შენნაირი ტიპებთან ერთად რო ცხოვრობ, სხვა აღმოჩენებს აკეთებ. იქ რომ მარტო ყოფილიყავი, ალბათ ცოტათი მოსაწყენი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. და აქ შეიძლება რიგ შემთხვევებში თავიდან ცოტა მეზარებოდა მაგალითად მე ბარში ან სადმე წასვლა, მაგრამ მე რომ მივდიოდი, მე ძალიან მიხაროდა და ალბათ მარტო რომ მეცხოვრა, არ დავაძელებდი საკუთარ თავს სხვებთან სოციალიზაციას და მაგ მხრივ ძალიან კაი იყო. განსხვავებით მე მიცხოვრია საქართველოში მარტო წელიწად ნახევარი ცხოვრობდი სადღაც მარტო და ეგეც ძალიან კარგად მახსენდება. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მომენტი რა, რომ ცუდი მომენტი არის ის, რომ სახლში მიდიხარ და საჭმელი არ გვხვდება. ეგ ძალიან ცუდი იყო, აი ისეთ კომფორტში ვარ შეჩვეული, ბებია ჩემის გადამკიდე, რომ სახლში რომ მივდივარ, არაფერზე არ მიწევს ფიქრი რა. ამას წინაც ჩემი მეგობარი იყო გაუცებული, რომ უთხარი, რომ სარეცხსაც კი არ ვფენ და არ ვხსნი რა, იმდენად მოშორებული მაგ ეგ პასუხისმგებლობები ბებო რო აკეთებს ამ ყველაფერს, ნუ საჭმელზე საუბარი ხო ზედმეტია რა, ის კარტოფილი როდის შევწვი ბოლოს არ მახსოვს. და მოკლედ, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება მარტო ცხოვრება. აი, ზოგჯერ ხვარი ხოლმე სიტუაციები, ალბათ დამეთანხმები, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ძალიან მიყვარს შეიძლება ის ვიღაცა ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, მაგრამ აი მარტო ყოფნა გინდა რა, აი ძალიან რომ დაიღლებით. სამსახურში ბევრ ადამიანთან გაქვს კომუნიკაცია და ერთადერთი შენ ტვინში რა აზრებით შემოდის, რომ ახლა დავწვე, ან უბრალოდ ფილმს უყურო, სახლში მარტო ვიყო და არავინ საერთოდ არ შემეხმიანეს, პასუხი არ გამცეს და ეგ მომენტები ცოტა მენატრება, სიმართლე რო გითხრა. ეგ ფიქრები, მაგრამ ეხა სადღაც იმედი მაქვს 2-3 თვეში ვაპირებ ისევ მაგ ლიანდაგებზე დავდგე ისევ და არ ვიცი, ალბათ ასაკსაც გააჩნია. შენ რას ფიქრობ? რაღაცა ყველა ასაკში სხვადასხვა რაღაცაზე წავედი, აი ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ ან მე მაგალითად საჭმლის კეთება ძალიან მიყვარს. ანუ სიამოვნებას მარინჭებს ეს პროცესი და ბევრისგან გამიგია, რომ აი მარტო რო ვარ, რაღაცა ვერ ვაკეთებ გემრიელად და ვერ იმაში. ანუ აი ისე კარგად ეგეც ძალიან კარგად მახსენდება პირიქით რა, ანუ აი ძალიან ბევრ რაღაცას ვიკეთებდი. და ხო, ჩემი ავსტრიაში რო ცხოვრობდი, ან მაშინ შაკო იყო ბუდაპეშტში. და ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე. ანუ საჭმელს მართლა სულ ვაკეთებდი რა, თან მაშინ ისე იყო, რომ უნივერსიტეტში რომ მიმქონდა, უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ლანჩი გაკეთებული მიმქონდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა ავსტრიაში რა. ანუ ესე ლანჩი, სტუდენტური ლანჩი იწყებოდა 7-8 ევროდან და ნუ ძალიან ძვირი არის ახლა ეგ სტუდენტის სტიპენდიისთვის. და ყოველ დღე ვაკეთებდი, რომ მეორე დღეს წამეღო და ანუ სულ რომ მქონდა საჭმელი და ხშირად რომ მოვდიოდი ეს ჩემი ფლეტმეიტები, ანუ ბინას ვისთან ერთად ვიზრდებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, იმიტომ რომ გასვლის წინ შევოკაკუნებდი, რომ ხო აი მივდივარ და თქვა შაბათ-კვირას არ ვიქნებიან რაღაცა ორ სამეთქოთ, მათ სიواشე რა საჭმელიც არის შეჭამეთ. ძალიან უხარდათ ჩემი ყველა წამოსვლა, იმიტომ რომ ერთი პრობლემა რაც მქონდა, ზომას ვერ ვხვდებოდი რა, ანუ აი ერთი ადამიანის პორციას მე ვაკეთებდი, ანუ ვაკეთებდი ძირითადად რამდენიმე ადამიანისთვის საკმარისად ძალიან მხაროდათ, იმიტომ რომ მე ისინი გემრიელად მიირთმევდნენ ხოლმე ჩემ გაკეთებულ საჭმელს. ხო, ასაკსაც რაც შეეხება, მგონია რომ ასაკთან ერთად უფრო გვინდება მარტო ყოფნა. მარტო ყოფნა? ხო, მე ესე მგონი. ანუ კი, კომფორტი კარგია, როცა
ეგ მე ძალიან დიდი ხანია ეგრე არ მიცხოვრია, რომ ვიღაცა ყველაფერს ჩემაგივრად აკეთებს. აი ძალიან მიხარია, ეხა დედა ჩემი რო ჩამოდის ხოლმე აქ 2 თვე რაღაცა 3 თვე იყო ყველაზე დიდი ხანი. და ძალიან მიხარია ხოლმე. იმიტომ რომ ხო აი რაღაცა ძალიან ერთი წამი. She sleeps. Thank you. Thank you. Have a nice evening. See you tomorrow. დაგაუშვი ხა ზუსტად. ბავშვის. ესეც თავისებური ეს არის რა ქვია, ბავშვის რაღაცნაირად აი ამას არ რაღაცა ამოუჭრი. ჰა? ამას არ ამოუჭრი და გააგრძელე. იცი რა არის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ხა ეს ძალიან საყვარელი ქალია, ვინც მეხმარება ბავშვთან და თან ანუ სახლის საქმეებში ესე თვითონვე შემომთავაზა, რომ სახლის საქმეებშიც შემოგეხმარებიო და მაგრამ მაინც მიუხედავად მაგისა, ყოველ საღამოს პასუხისმგებლობის შეგრძნება მაქვს, რომ ხვალ დილით ეს რომ არეულს ხوار დავახვედრებ სახლს. აი ვფიქრობ ხოლმე ჩემ თავზე მეცინება და აი ეს მთელი დღის ნამუშევარი და დაღლილი და ის რომ მე ამ რაღაცებს ზემოდან ვალაგებ მაინც რა. ცოტა ცოტა ვეჩვევი რომ ის არ ხარ, სხვათა შორის ძალიან კარგად გავიდა ის rilsi რომ ამბობ, რომ ოკეი არის, დავიძინოთ ისე, რომ ჭურჭელი არ გავრეცხოთ და მეორე სახლი არ დღეს თუ დავყავოთ. არავინ არ მოდის სახლში. ეგ არ დაგიმატებია, ოკეი. კი, შეგიძლია ეს დაამატო იმ მეთქი rilс. მეთქი რაღაცაში ჩავჭრი თქო, მაგრამ ვერ აი, გამომივიდა. ხო და არა, ეხა ნელ-ნელა ვეჩვევი, რომ თლად არ არის აუცილებელი და ანუ რაღაცა, ანუ მართლა მეხმარება ეხა, იმიტომ რომ ანუ ფიზიკურად დრო არ მაქვს და მაგიტომაც მყავს ეს დამხმარე ადამიანი, რომ ესეთ რაღაცებში მომეხმაროს. რომ შემეძლოს არ მეყოლებოდა. ხო, და სხვა მაგრამ მარტო ცხოვრების ისიც ესეც არის რა, მაგრამ ძალიან კომფორტულია სამაგიეროდ ესე რომ მოდის რაღაცა კვირის დღეებში, როცა მე ვმუშაობ ვიღაცა სხვა ადამიანი და ნუ თან ეხა მარტივი არ არის ეგეთი ადამიანი იპოვო და ენდო, მაგრამ მაინც კომფორტია ეგეც თავისებურად. მე ზოგადად აი ოჯახები ვისაც აქვს და შვილები ვისაც ყავს განსაკუთრებით ბევრი შვილი რამდენი არ ვიცი, მაგრამ 2 პლუსი ან 2 თუნდაც საკმარისია, რომ ბევრისგან გამიგია, რომ რამდენჯერ მიფიქრიაო, რომ ნეტა რაღაცა სხვა ბინა მქონდეს, სადაც რა თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ განუმარტოვდები და რამდენიმე საათით უბრალოდ აი ესე დაუწვევი თუნდაც თვალებს დავხუჭავ და არავინ არ ველაპარაკოს და მე კომფორტი და ფუფუნება მაქვს საბედნიეროდ ჯერჯერობით და სიტყვა მეწოდება სინონიმი ვერც წინა ეპიზოდში ვერ იმავსქენი გამოუძებნე და ახლაც ვერ ვიპოვე და მასეთი ხალხი ცოტათი კარგი გაგებით მაგ ხრივ მე კარგი გაგებით არ ვიცი რანაირად მოგეწოდებოდეს ადამიანი, მაგრამ ასე მეწოდება რომ ეს ოჯახი, პასუხისმგებლობები, ქმარი, შვილი, მათ შორის ცოლი, მარტო ქალებზე კი არ ვლაპარაკობ, კაცო, ცოლზე, შვილზე, ქმარზე და ასე შემდეგ, რომ რაღაც ვერ აკავშირებენ, რომ ალბათ შემცოთ ცოტა ვერ არის დაკავშირებული, რომ მე რო ეხა ქმარი მყავდეს და შვილები რომ მყავდეს და ახალ ოჯახს რო გამოვაცხადა და წავედი მე 2-3 დღით მარტო განუმარტოვდი რაღაცა ეგ კულტურა ალბათ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს. არ ვიცი სხვა ქვეყნებში ამ ხრივ რანაირად როგორ ხდება, შენ უფრო პროფი ხარ ამ რაღაცეებში, მაგ ინფორმაციებში, მაგრამ მე მაგალითად საქართველოში ვერ წარმომიდგენია ეგ ყველაფერი. იცი რა არის, ანუ მე ხა მაგალითად ანუ მე და შაკო ერთად ცხოვრობთ მარტო უკვე 5 წელია, ანუ 2020-ში გადმოვედით, როცა გადმოვედით ბუდაპეშტში, იქიდან უკვე მარტო ცხოვრობთ ესე სრულიად მარტო, ანუ არავინ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს. და ანუ რაც უფრო დრო გადის, რა თქმა უნდა, ესეთ პროცესს უფრო ეჩვევენ. ხა ჩემთვის მარტო ვიცხოვრებ საკუთარ ერთად, ან ძალიან კომფორტის ამბავია უკვე რა, ეგ ანუ იმდენად ვართ შეთანხმებულები ერთმანეთში და ნუ სივრცეც ახლა არასდროს არ გქონია ისე რომ რაღაცა ცალკე ყოფნა რო გინდა გახვალ სხვა ოთახში და იმ ოთახში იქნებ. მაგრამ ეხლა აი ბავშვთან ერთადაც რო ვართ, იმდენად ხშირად მიწევს სამსახურიდან მოგზაურობებში სიარული, რომ ესე 2 ღამე, 3 ღამე რომ ანუ ეგ პრობლემა არ მაქვს საერთოდ. ეს თვეში 2 ღამე მინიმუმ სადღაც სხვაგან ვათევდა. დაწერილი გაქვს. კი, ნამდვილად. პირიქით მე მოვრბივარ ხოლმე გიჟივით უკან, რომ ვაიმე ბავშვს არ დავაკლო, თორე ალბათ მაგასაც დროთა განმავლობაში რაც უფრო გაიზრდება მგონია რომ შევეჩვევი და მეც უფრო
რაღაცა მოშვებული ვიქნები. ეხლა ძალიან შფოთავ ხოლმე რა. იქ კი არ ვშფოთავ, მაგრამ აი რაღაცა ზოგადი, ანუ ჩვეულებრივად ვირგებ იმ პროცესს წასული რო ვარ, ყველაფერი არის, მაგრამ აი რაღაცა სადღაც გონების კუნჭულში რო გაწუხებს რა. ეგ მომენტი მაქვს. და ერთი ის მინდოდა შენ რაც თქვი, რომ აიო, ქალებზე არ ვიძახი მარტო კაცებზეო. იცი რა მგონია, რომ ქალებისთვის რატო არის ეგ უფრო ხშირი? ქალები ზოგადად უფრო მეტად არიან ჩართულები აი ამ სახლის საქმეებშიც, იმაშიც, ამაშიც, ხო? საშუალო სტატისტიკურად რო ავიღოთ, მოდი ახლა არ განვაზოგადებ, რა თქმა უნდა, ყველაზე. და გარდა ამისა, ანუ ქალი დიასახლისი უფრო მეტი არის, რომ ანუ არჩევანი როცა ხდება, რომ აი პატარა ბავშვებისაც წაიყვანო, ну კაცის მაგივრად ძირითადად რჩება ქალი, ხო, სახლში. და აი მე სულ ფიქრობ იმაზე, ახლა მე მაგალითად სახლიდან მუშაობ. შაკო ხშირად მიდის ოფისში. ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად მიდის ოფისში. აი რომ ვფიქრობ, მე ანუ შაკოსთვის, ანუ აი ის დრო, როცა მარტო არის სამსახურიდან სახლამდე და უკან სახლიდან სამსახურამდე, ეს დროც მისთვის არის ცალკე მარტოობის დრო. ჩემი კი, აზრით. მართალია, აი კი, ეს დრო მას აქვს იმისთვის, რომ თავის თავთან იყოს მარტო და რაღაცა აი თავის თავს დაუთმოს ეს დრო. ხო, ეხლა მე ხო არ ვიძახი რაღაც ფიქრის, გართობით. კი, ოფისში წასვლაც სხვანაირი რაღაც არის. აი ოფისშიც რო ხარ, ისიც სხვანაირი. აი მე ძალიან მენატრება უკვე ოფისში სიარული რა. აი ნელ-ნელა უკვე გიტყობა, შეგატყვე. ხო, არა, მენატრება, ან ძალიან ის არის, რა ქვია, ცოტა უბრალოდ დიდი ხანი მანქანას რო არ ვატარებ, ცოტა დიდი ხანი მჭირდება ტრანსპორტით წასვლა და ეგ არის ჩემი პრობლემა, თორემ მაქვს ოფისი, სადაც შემიძლია რომ ვიარო. აა მაგრამ ხო, აი მაგიტომაც მგონია და უმეტეს შემთხვევებში ხო ესე არის რომ ანუ ქალები სახლში რჩებიან, კაცები სამსახურში და ხო, მაგიტომ მაგათ აქვთ ეგ უპირატესობა ესე რომ ვთქვა და ამიტომაც არის რომ უფრო მეტად ქალებისგან გვესმის ალბათ ეგეთი რაღაც რომ აი კი. ნეტა ეხა ორი ღამე სადმე წამიყვანა და რაღაცა სადმე რამე გამაკეთებინა. იცი რა მაინტერესებს? ეს გავიგეთ, რომ გადავიარეთ ეგ თემა მარტო ცხოვრების. და რამდენიმე თაობა რო ერთად მმ. ცხოვრობს, მაგაზე რა აზრის ხართ? რა აზრის ხართ? განსაკუთრებით, ანუ ჩემ შემთხვევაში მე ცხოვრობ რამდენიმე თაობასთან ერთად, მაგრამ ჩემი ოჯახი, ოღონდ ჩემი ოჯახი, შენი ქმრის ოჯახით შენი ოჯახია, მაგრამ ჩემი ბებია, მამა, ძმა, რძალი და ეგ ტიპები არიან რა, აჰა. მაგრამ მეორე კუთხით შევხედოთ, რომ მე რო პირობითად ეხა დაქორწინებული ვიყო და შენ რო დაქორწინებული ხარ და იმ ქმრის ოჯახში რო ცხოვრობდე, მაგას მაგას რანაირად უყურებ მოკლედ, როგორი გამოწვევა იქნებოდა შენთვის. იცი რა და არის, ჩემთვის. ჩემთვის თავიდანვე ძალიან პრიორიტეტული იყო, რომ ცალკე მეცხოვრა. ანუ აი Mhm. რაღაცა ის ჩემი სივრცეც თავიდანვე და თავიდანვე ანუ ამაზე, ხო მგონია რომ ეს ძალიან წვილის გადასაწყვეტი ამბავი არის რა, ანუ კი. რო ქორწინდები, რო იღებ ამ გადაწყვეტილებას, წვიმო უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, როგორ უნდა იცხოვრონ. ჩემი და ჩემი ქმრის გადაწყვეტილება მაშინვე იყო, რომ ხო, ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცალკე ვიცხოვროთ. Mhm. და თუ ეს გინდა და არ გაქვს, ეგ უკვე შენი პრობლემაა. ანუ ჩემი აზრით, მან მეორე რაღაც არის რა, რომ ანუ მაშინ არ შექმნა ჯერ ოჯახი ვთქვათ და თუ ქმნი, მაშინ ანუ უკვე რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ, ხო? ამიტომ ანუ ძალიან შეგუებადობის ამბავი არის რა, შეგუების კი. პროცესი მგონია, ანუ თუ ოჯახიც გინდა, ისიც გინდა, ანუ ბევრი რაღაცა, ანუ ამდენი რაღაცა თუ გინდა ერთად, მაშინ ანუ ზრდასრულ ადამიანები ვართ, ხო? ნუ რაღაცა საკისმერე მაინც თუ იღებ ამ გადაწყვეტილებას, უკვე ამაზე პასუხისმგებლობას იღებ. მგონია რომ არ არის ესე რაღაცა უნივერსალური პასუხი ამაზე რა. ყველა მგონია რომ ვიღახა მე თუ ეს მქონდა და მე თუ ეს რაღაცა თავიდანვე მინდოდა რომ ხო არა ჩვენ ცალკე უნდა ვიცხოვროთ. ვიღაცებისთვის არ არის ეგრე, ვიღაცებს უნდათ რომ შიგნით ესეთ ოჯახში დარჩნენ და იცხოვრონ და მე ესეც ან მე ძალიან სხვა რაღაცა დადებითი მხარეები მოყვება ხო ამას, აი რაც შენ აღნიშნე რომ ვიღაცა მუდმივად სავარაუდოდ რაღაცაში გეხმარება, შვილი რო ყავს დამტოვებელი სულ ყავს, რაღაცა ბევრი დადებითი მხარეა რაც მოყვება რა. ამას, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს არის მე რო ადამიანზე ვქორწინდები და ადამიანთან ერთად ვიწყებ ცხოვრებას, იქ ცოტა რთულად წარმომიდგენია კიდე ესე ბევრ ადამიანს შევეგუო რა. ანუ მე ჯერ იმით ერთ ადამიანსაც მინდა რომ რაღაცა ესეთ ოჯახურ გარემოში შევეგუო, ხო? ანუ რაც არ უნდა ერთად ცხოვრობდეთ მანამდე, რაც არ ესეც მინდა და მე უკვე ბევრი ადამიანი რომ მოდის, ცოტა რთულდება. მაგრამ აი მაგალითად ჩემი რძალი, ანუ იდეალური ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც შემოხვედრია იდეალური ხასიათით რა. და აი რა ვიცი, ჩვენ ოჯახში ესე შემოვიდა და ჩვენთან ერთად ცხოვრობდა
და ნუ აი რა ვიცი, იდეალური იყო ეს. ეს თანაცხოვრება იყო ოღონდ ხო, ნუ მას აქვს რაღაცა ძალიან გადასარევი ხასიათი, ჩემი აზრით და ძალიან ისეთი კარგი ადამიანია ზოგადად. რაც ხო, ნუ ესეთი ხშირი მგონია რომ არ არის ზოგადად და რაღაცა 50-50 არა. იმასაც ან გაუმართლებს ან არა, შენც ან გაგიმართლებს ან არა. ზუსტად. ხო, რაღაცა ეს არის. მეც მაგ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს. მე რა ასწავლოს შემრძელს, რომ ერთად ვცხოვრობთ და მე მგონია რომ მე ყოველ შემთხვევაში და ჩვენი ოჯახი ძალიან კომფორტულად ვცხოვრობთ მასთან. ისიც ალბათ არ ვიცი ამ თემაზე იმედი გაქვს ხო? ისიც ალბათ, მაგრამ ძალიან ესე შეხმატკილებულად და მამაჩემთან მგონი ეგ უფრო ახლოს არის ვიდრე მე რა, ძალიან ახლოს ვართ რა და ეგ ძალიან კარგია და გამართლებაზეც არის შენ სწორად აღნიშნე და კიდე გარდა მაგისა რომ არის რომ წყვილის შეთანხმებაზეა რა რომ თუ რაღაცა ცალკე ცხოვრება გვინდა, მაშინ მოდი ნუ დავიტანჯავთ თავს და ეგთან ტანჯვა ხო ცალმხრივი არ არის მე რო რაღაცით ვიტანჯები, იმ გარემოში სადაც ვარ, სხვებსაც ვტანჯავ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ცუდ ხასიათზე ვარ, შეიძლება ემოციები ვერ გავაკონტროლო, ბევრი პრობლემებია რა. და ამ შემთხვევაში ნუ choice-ი გაქვს რა, რომ ან რაღაცა ისე გააკეთე, რომ გადახვიდეთ, ან მე მაგალითად გარდა მაგისა კიდე ვიცნობ ჩემი რძლის გარდა კიდე ვიცნობ ერთი მახსენდება, ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც იმდენად იდეალურად ცხოვრობს მის დედამთილთან და მამამთილთან, რომ ვერც კი წარმოუდგენია მათ გარეშე ცხოვრება. არც უშვებს იმდენად რაღაცა ჰარმონიული ცხოვრება აქვს ერთმანეთთან და მაგრამ ზოგადად ერთი რაღაცა რაც საინტერესო მგონია ამ ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით, აი საინტერესო არის რომ უფრო მეტად აზიური კულტურის ქვეყნებში არის ხო ეს რო დავაკვირდეთ რა რაც უფრო ან დასავლეთში ხო დიდი ოჯახები ერთად ცხოვრება ერთად ამ ყველაფრის გაზიარება რასაც আমি მგონია რომ ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს რა ანუ არ არის ეს ანუ არ ვფიქრობ რა თქმა უნდა რომ ცალსახად ეს ცუდია და უარყოფითია მაგრამ მეორე მხრივ მე მგონია მაინც რომ წყვილს რაღაცა პერიოდი უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ ერთად და ცალკე იცხოვრონ ანუ ესეც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია წყვილის განვითარებაში. ანუ წყვილის ურთიერთობის განვითარებაში რა. ანუ ამას აქვს რაღაცა გარკვეული. ყველასთვის არ არის ახლა რა თქმა უნდა რა. ანუ ვიღაცებზე პირიქით შეიძლება მოყვითად იმოქმედოს მარტო რომ დარჩნენ, რა ვიცი. მაგრამ ხო მგონია ზოგადად რომ ძალიან კარგი არის ესე. და ერთი რამდენჯერ გამიგია ეგ ფრაზა სოციალურ ქსელებში ვკითხულობ რომ რაღაცა დაქორწინდა, გოგოზე ვსაუბრობ, დაქორწინდა, გაყვაცოლად ვიღაცა, არ ვიცი, არ მინდა სახელი ვახსენო ახლა კონკრეტული და მე უთქვამს რომ რაღაცა ერთის მაგურად გონი მთელ ოჯახს გავყევი ცოლადო და ეგ ცოტა ისეთი ზოგადად შეყვარებულობის პერიოდი მგონია რომ ძალიან დაბრმავების პერიოდია რა, რომ იმდენად სხვა რაღაცები გაკონტროლებს, ემოციები ცოტა სხვანაირად არის, რომ მე მგონია, რომ არ ვიცი შენ მეთანხმები თუ არა, რომ მე მგონია, რომ ასე long term გეგმებზე არ ფიქრობ რა. ერთადერთი რაზეც ფიქრობ არის ის, რომ იმ შენ საყვარელ ადამიანთან იყო და მორჩა. და იმის მერე რა შეიძლება და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, მაგ ყველაფერ მაგაზე არ ფიქრობ რა. განსაკუთრებით ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც პატარა ასაკში ქორწინდებიან, სხვა ისინი აქვთ, რა ქვია, სხვა რაღაცები ამოსდით, ბედნიერებები თავიდან და ამიტომ, მაგრამ მე რაც უფრო გვიან ქორწინდები, მე მგონია, რომ მე უფრო მაგ რაღაცებზე ფიქრობ, აანალიზებ, გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებ და ესეთია რა, რომ რაღაცა სამწუხაროდ ეს დაქორწინება ბევრს რაღაცა გოჭის ჭამა. აი რო წარმოიდგინო მე რაც უფრო დრო გადის ხო უფრო გიჭირს აი ახლო მეგობრების შეძენა დროთა განმავლობაში უფრო გიჭირს ხო ანუ ყველას ხო ვერ უმეგობრდები აი რა ვიცი ჩემთვის მაგალითად რაც დრო გადის უფრო და უფრო იშვიათად შევიძენ ხოლმე ახალ მეგობარს რომელსაც მეგობარს დავუძახებ რომელსაც ახლოდ ჩავთვლი და ასე შემდეგ ანუ იგივენაირად არის ზუსტად ჩემი გადმოსახედიდან ანუ მესმის რომ რაღაცა
ემოციურად აღქმის მომენტი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ის არის იმ ადამიანის ოჯახი, რომელიც ძალიან გიყვარს, ხო? მაგრამ მაინც ანუ ესე ადგედა უცებ ყველა ერთ წამში შეიყვარო, ძალიან რთული. ის ადამიანი არ შემიყვარდა ერთ წამში და ეხა იმის ოჯახის წევრებს ესე ერთ, ანუ რაღაცა დრო გჭირდება ურთიერთობა, რომ გაიგო როგორი ადამიანია, რანაირად, ანუ ჩემი აზრით, ბევრად უფრო კომპლექსური ამბავი არის ეგ, ვიდრე ესე ერთი ხელის მოსმით რაღაცა უცებ ხო, ყველას ხო, მეგობარი გახდე. შერიტყვე. და ქართულ რეალობაში ძალიან კიდე რაც მომწონს და ეგეც მგონია რომ მარტო აზიური არა, ანუ აი აღმოსავლეთ ევროპაში სულ რაღაც მომენტში ვფიქრობდი ხოლმე ეს რო გვაქვს რა, აი მიშენებები. სახლების მიშენებები რა? სახლის მიშენება რა. სახლის, ხო, არა, ხო. არალეგალურად თუ რაც ქვია რა. აჰა. ან ჩვენ ძველი корпуსები რო არის, რომლებსაც აქვთ ეს მიშენებული წინ სასახლეები და მეორე корпуსები რო აქვთ რა მიშ. აი რომ დაფიქრდე რა, ანუ რაში გვჭირდება ეს ამხელა სახლები, ანუ აი რა ვერ დავეწიეთ. ნუ კარგი ის რაღაცა ხრუშოვკები ეგრეთ წოდებული არის პატარა, იმიტომ რომ 20 კაცი ცხოვრობს ერთ სახლში. ფიზიკურად ვერ ეტევიან, ანუ ჩემი აზრით, ეგ ძალიან ბუნებრივი პროცესია იმის, რომ მაგიტომაც უფრო დიდი სივრცე უნდათ, ოჯახები დიდია, შეკრებები დიდია და ასე შემდეგ. ამიტომაც გვინდა ეს მე რაღაცა დარბაზები მივაშენოთ ამ რაღაც საცოდავ корпуსებს წინ. კი, ეხლა რა გამახსენდა, იცი, რომ ის არის, რა ქვია, სოფოსთან რო ვიყავით ამას წინას სტუმრად მე შენ და შაკო და მე და შაკო გარეთ ვიყავით აივანზე და აი ზუსტად მასეთ ამბავს უყურებდით მიშენებულს და ვარჩევდით რომელი ფანჯარა რომელი იმის იყო, რა ქვია, სახლის იყო, იმიტომ რომ წარმოუდგენლად დამახინჯებული იყო ის корпуსი, იმიტომ რომ ხან აქეთ გამოწეულია, მე ხან იქეთ გამოწეულია, მე იქეთ ზემოდანაა დაშენებული, თუ 11 სართულიანია, მე მე-12 აქეთ მხარ. ანუ ძალიან ის ეგ არის რა. რა ქვია, ლოგოს თამაშია ჩვეული, ლეგო, კი, ლოგოს არის. კი, კი. ლეგო არის, ანუ აწყობილი ესე რა, ძალიან. ხო და მოკლედ ეგ ძალიან ისეთია რა, კომპლექსური საკითხია რა, მაგრამ მაინც მგონია რა, ყველა ასაკში მაგ საკითხებს სხვადასხვანაირად კი. ვუყურებთ, იმიტომ რომ შენ ძალიან სწორად თქვი, რომ ძალიან რამდენი ხანი დამჭირდაო იმ ადამიანის შესაყვარებლადო და მერეო ოჯახის შესაყვარებლად კიდე რამდენი შეიძლება რომ დამჭირდეს, ხო? წეღარ ვახსენე და ეგ შეყვარებაც ისეთია რა, რომ დრო გინდა გამოცდა გინდა ეგეც ძალიან ანუ თავმწრივია გაიცნო და ეს ადამიანები ყველაფერს რო თავი დაანებო, გაიცნო, კი ხო? ანუ კი როგორი კი კი ადამიანები არიან. ანუ ჩემი აზრით, რა ვიცი, საჭიროა ამისთვის გარკვეულ მით უმეტეს, ანუ შეიძლება ეს ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეს, როცა სტუმრად მიდიხარ, რაღაცა ისინი მოდიან ასე შემდეგ. ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ესე უცებ ყველანი ერთად ერთ სახლში იყვიწებთ, ხო? და ერთ სივრცეში ხართ და ყველაფერი ერთად ხდება მერე, ხო? ეგ ძალიან რთული მგონია. და ყოჩაღი ადამიანებს, ვინც ამას ესე წარმატებულად ახორციელებენ და აკეთებენ. ხო ხო და გარდა მაგისა რაც უფრო თაობები ერევა ერთმანეთს და რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს შენ რანაირადაც არ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე შენი ქმრის ან ცოლის სანათესაოს და ოჯახის წევრებს მაინც ძალიან განსხვავებული აზრები არა რომ მე მაგალითად ბებია მე პირადად ჩემზე ვამბობ ბებია ჩემი ძალიან მიყვარს მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას დააბრეხვებს ხოლმე გული მიწუხდება და ახლა წარმომიდგენია ჩემი ქმარი რომ ჩემთან ცხოვრობდეს და ერთად ცხოვრობდეთ ბებია ჩემი რომ იმ რაღაცას დააბრეხვებს ამისთვის რამდენად მძაფრი იქნება მე იმისი გაზრდილი ვარ და ჩემთვის კი, არის ძალიან რაღაცა საოცრება და იმისთვის კიდე ისა და ბებია ჩემისთვის კიდე ჩვენი ქმედებები და ქცევები შეიძლება იყოს წარმოუდგენელი რა ამიტომ ხო, ეგ ანუ შენ ორივე თაობების ადამიანი გიყვარს ცხოვრება ესე ცალ-ცალკე კი შენთვის და კი შენ კი გაქვს კი უპირობო სიყვარული, მაგრამ იმას თქო, ანუ ვერც მოთხოვ, ანუ არც უნდა გქონდეთ. ჩემი კი აზრით, ანუ ესეც თავიდანვე ის არის, რომ არც უნდა გქონდეთ, ვერ ექნებათ ეს უპირობო სიყვარული რა. კი ანუ დრო კი ჭირდება ამ ყველაფერს და ეხლა რაღაცა შენ რო არ გეწყინება და შენთვის რო ყოველდღიურობის ნაწილია, ვიღაცისთვის ეს შეიძლება შეურაცხყოფა იყოს საერთოდ კი და ამიტომ აი ესეთ რაღაცებზე უნდა იფიქრო რა, ანუ ესეთ რაღაცები უნდა გაიაზრო წინასწარ, ანუ არ ხარ არავინ. ეხლა რაზე მინდა რომ ცოტა გადავაჩოჩო თემა აჰა. იცი რომ შენ შემიტყვე მგონი სხვათა შორის ერთ-ერთ ჯგუფში სადაც არა, მე მაგას არ ვიზამ. მე ეგეთ რაღაცებს არ რა ვიცი. სისულელია სადაც არა.
ოჯახურ პრობლემებს განიხილავენ და ვაიმე ნატა ზოგჯერ მიგდებს ხოლმე ისეთ რაღაცეებს რომ შოკში ვარ ანუ რა მხრივ ვარ შოკში იცი რომ ისეთი რაღაცები რომ ზოგადად ოჯახებში ხდება მეორე არის რომ ესეთი რაღაცები ხდება და ამ ყველაფერზე ესე მაგრამ მაგ ხრო შოკში არ ვარ უნდა ილაპარაკო მაგრამ ესე სახალხო ცოტა ისეთია რა ქვია ეგეც ეგ არის აი რო იძახი ბოდიში გაგაწყვეტნე ბევრი ხშირად წამეკითხავს კომენტარებში ესე სახალხოდ რატო გამოიტანეს ანონიმურად წერენ და რა ვიცი ანუ რატო გამოაქვს ვიცი არის რომ მე ცოტა რა მივხვდი რასაც ამბობ მაგრამ მე უფრო იმ მიმართულებით ვარ რომ ასე სახალხოდ წერას კი წერე კაცო მაგრამ ბარემ პირდაპირ problem solving-ზე გადადი რა რომ ან წამოდიან რაღაცა ქენი იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი ჯოჯოხეთური სიტუაციები ხდება ამ იმაში ჯგუფში და ისეთ რაღაცეებს წერენ რომ ძალიან ისეთი რაღაცაა და ჩვენ გვაქვს ეხლა ჩვენ მაყურებელს ვეტყვით ვინც აქამდე მოვიდა რომ წეღან ზუსტად მაგ ჯგუფს უყურებდით და რამდენიმე ცოტა ისეთი სახალისო ამბავი დავსკრინეთ ამოვიწერეთ აქ ეკრანზეც გამოჩნდება რა თქმა უნდა სახელი და გვარების გარეშე რომ ძირთად მაინც ანონიმურად წერენ და სახელი და გვარები არ არის მიცდებული და რაღაცები განვიხილოთ შენ რას ფიქრობ კი ბატონო კაი მითი პირველი დავიწყებ მე იმიტომ რომ ერთადერთი მაქვს დასკრინული წეღან რაღაცებს კი მოვშვებოდი, მაგრამ მაინდა-მაინც ვერ ვიყო ჩაღე ესეთი რაღაცების მოძებნაში და პირველი დავიწყებ, შეიძლება ეს შენც გქონდეს დასკრინული, რომ მე ცოტა შოკში ვარ, ვერ მივხვდი, აქ შეიძლება ბევრი შეიძლება ძალიან გადაობდეს ამ ყველაფერზე და ისე წერდეს და ესეთი რაღაცაა, რომ წერს რომ გოგოებო, თქვენი აზრი მაინტერესებს. 2 კვირა გავთხოვდი და ჩემი დედამთილი ჩვენს ოთახში წევს. მერიდება რომ რამე ვუთხრა ქმარიც არ ჩემს წინააღმდეგი როგორ მოვიქცი არა და ძალიან კარგი ადამიანი არ მინდა რამე ვაწყენინო და ამას ვფლობდი რა ამ რაღაცებს ცოტა შოკში ვიყავი რომ ანუ რას ნიშნავს ერთ წევს რა და მე უცებ დავფიქრდი რომ ქართული ამბავი არ მგონია მაგრამ ცოტათი ქართული მგონია რომ ბიჭის მშობლებს დედებს განსაკუთრებით ცოტათი უჭირს ბიჭის დათმობა თუნდაც ცოლისთვის მე ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცები მიჩნდება რასაც ეს გარემოს როცა ვაკვირდები შენ რას ფიქრობ მაგაზე ხო რა ვიცი ჩემი აზრით უნდა უთხრას რომ სხვა ოთახში დაწექიო სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ანუ ხო, ძალიან ისეთი რთული ამბავია რა. არ ვიცი, ახლა რეალურია თუ არა, არ ვიცი, მეც შენს სავით მსგავსი დამოკიდებულება მაქვს, ანუ ხანდახან ისეთ რაღაცებს წავიკითხავ ხოლმე, ანუ აი რაღაცა შუბლზე ამივიდა თვალებიო, ხო იცი? რაღაცა მე კი არა ამივიდა მეორე წყვილი თვალი გამომივიდა შემოზე და იქიდან აი ესეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე. თან ახლა ეს ერთი ჯგუფი ხო არ არის ესეთი რაღაცა, ბევრი ჯგუფია და Facebook-ში მსგავსი. შენ რა გაქვს? ზუსტად ეგეთი არის ესეც მაზლი რორძლის ოთახში დაუკაკუნებლად შედის, როცა რძალს ძინავს ნორმალურია? დაიც ახლა გამარკვია მაზლი ვინ არის? ქმრის ძმა. ოკეი, ქმრის ძმა შედის ცოლის ოთახში დაუკაკუნებლად. ხო, რძლის რა, იმ გოგოს ოთახში აი შენ რო ძმა გყავდეს ახლა მესამე და შენი რძლის ოთახში, ესე შენი რძლის ოთახში, რა ვიცი, შენი ძმის ოთახი არ არის ახლა ესე უტრირებულად, მაგრამ მივხვდი რა სწავლა, მივხვდი. და ნორმალურია თუ არაო, კითხულობს და უპასუხოთ, რომ არა, არ არის ნორმალური. არავის ოთახში ჩემი აზრით არავის ოთახში შესვლა არ არის დაუკაკუნებლად ნორმალური. არც ძმის ოთახში, არც დედის, არც მშობლების, არავის ოთახში დაუკაკუნებლად როცა ძინავს, არ არის მიზანშეწონილი ჩემი აზრით შესვლა. ძმის მაზლის დედამთილის ოთახში შესვლა კი არა, მე მახსენდება, სადღაც მე-8 მე-9 კლასში სააკაშვილს რო ჩამოყავდა თუ გახსოვს ამერიკელი მასწავლებლები ჩემს სახლში ცხოვრობდა 1 წელი ერთ-ერთი მასწავლებელი სამტრედიაში ასწავლიდა ის გოგო და ჩემს სახლში ცხოვრობდა ნიუ-ჯერსიდან იყო თარა და მაგაზე მქონდა ისტერიკები რომ ნუ ერთ-ერთი ოთახი გამოვუყავით მისი ოთახი იყო და ისტერიკებს ვმართებდი დედაჩემს და ბებიაჩემს რომ შედიოდა ხოლმე და ულაგებდა ოთახს ამათ ეგონათ რომ პირიქით კარგ რაღაცას აკეთებდა რომ რაღაცა ჩვენი სტუმართ მოყვა
ეკალო არ უნდა ეს დაალაგება და ბებია ჩემი რაღაცა სარეცურიც ყავდა და დაგვავდა იმას რა ქვია არ უნდა დაანებე თავი რაღაცა ძალიან ისეთი იყო და წარმომიდგენია ახლა მასე ოჯახის ამბებში მოკლედ ძალიან რთულია ხო, არ არის ხო, ანუ ეგ ანუ ამაზე მარტო ვიღაცა ანუ არავის ოჯახში არ არის ჩემი აზრით დაუკაკუნებლად მიზანშეწონილი შესვლა, ანუ რა ვიცი. საერთოდ ხო არავის. გამოვიშვი კიდე ეს ძალიან ცოტა ხნის წინ არის და იმედი მაქვს ძალიან არ გადამივლიან თუ მიხვდები არ ვარ ჯგუფი და არ მაქვს აღებული. მრავალფეროვნებისთვის შევეცადებ. მიდი ძილი რძლებისთვის ისჯება 11-მდე რომ მძინავს დედამთილი ცხვირს უშვებს ყველაფერს მე ვაკეთებო რომ ავდგები საქმეს ვერ გავაკეთებ თუ უთენია უნდა დავიწყო ან რა საქმეა ქალაქში ისეთი რომ 7 საათზე დავიწყო 7 სულიან ოჯახში მარტო მე უნდა წამოვხდე დილით სანამ ბავშვი მეყოლება არც მანამდე მარგებენ ძილს არ მოქვს უფლება ისე ვიცხოვრო როგორც მინდა აბანინი. ეს ბოლო შეკითხვა იყო. არ მაქვს უფლება ისე ვიცხოვრო როგორც მინდა? ეს შეკითხვა. და სევდიანდები მასეთ ისტორიებზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ მასეთი ქალები საკუთარ ცხოვრებას ირთმევენ თვითონ რა. იმ დროს, იმ წლებს, როცა ბედნიერები უნდა იყვნენ, ამ სისულელეებზე ფიქრში და რაღაცებში ატარებენ დროს. არ ვიცი, რაღაცა იცი რა არის? არ არის სისულელენი რა. სევდიანი არის გეთ, სისულელე არ არის, იმიტომ რომ რეალურად ვიღაცა გიზღუდავს იმას, როდის უნდა გაიღვიძო რა. მაგიმასე გეუბნები. რაღაცა ყოველდღიურად, თან მე ძალიან მესმის რა, რაღაცა რო გაწუხებს, ხო იცი, რაღაცა ეგრე არაკომფორტულ გარემოში რო ხარ, არასასიამოვნო გარემოში და აი მე ყველაფერი რო ეგრე გემატება და ისიც ნერვებს გიშლის და ესეც რა, ანუ აი რაღაცა მასეთ რაღაცას გრძნობ, ხო, ძალიან სევდიანია და ისევ იმ პრობლემაზე მივდივარ, რაზეც წეღან დავიწყე, მგონია. მე ლაპარაკი, ანუ კი, ისევ იქ მივდივართ, რომ რაღაცნაირია რა, რომ მართლა ადრე მიყვარდა, ეხა იშვიათად ვიყენებ ხოლმე, რომ ეს მიახური ხო არ ახარ, ბევრჯერ მოხვიდე ამ ცხოვრებაში, თქო რა, რომ ერთხელ მოვდივართ და მე მგონია რომ იმისთვის არ მოვდივართ, რომ ეგეთ რაღაცეებზე თვალი დავხუჭოთ. ვიღაცებისთვის შეიძლება ეგ ძალიან სამოთხე იყოს და ბედნიერება იყოს, მაგრამ თუ რაღაცა მაწუხებს და თუ ასევე ეს რაღაცა რომ მაწუხებს აისახება ჩემ ხასიათზე და შესაძლოა აისახებოდეს ჩემ პარტნიორთან ურთიერთობაზე, რა ვიცი, არც მაგნაირი დედამთილი არ მიღებს, არც მაგნაირი ურთიერთობები არ მიღებს და მე პირადად, რა ვიცი, რამდენი ხანი უნდა გაკაჩოს მას. რამდენი ხანი გაკეთოს, რამდენი ოჯახი ვიცით რომ გაუკაჩავს და კიდე ბევრს გაკაჩავს. კი, ეგ უნდა მეთქვა, ეხლა რავი, ეგრე არისო. ეხლა კიდე უფრო მგონია რომ რაღაცა მაგისის გამბედაობა წამოვიდა, რომ ანუ ეგრე აცუდად რო ხარ და ცხოვრებას კარგავ და რაღაცა უნდა შეთქვა რომ მე რომ მთელი ცხოვრება ვის შევწირეო. მაგის თქმას ჯობია რომ გაშორდე. და ნამდვილად არაფერი არ ინგრევა, ხო რა, ანუ აი რაღაცა სამყარო არ ინგრევა და ცხოვრება არ სრულდება ოჯახის დანგრევით. ამას რაღაც სტატისტიკა წავიკითხე. ხო, მithქვი და არა, ოჯახის დანგრევაზე ვთქვი, ანუ როგორი ძლიერი სიტყვა გვაქვს დანგრევა, ხო, ანუ ძალიან ისეთი, ანუ დანგრეველია თითქოს და ინგრევა და მე შეიძლება ვერც აღდგე იმ კონკრეტულ მომენტში და თან ისეთია ბუ ეს რო გაჩნდეს რაღაცა და ხო, აი რაღაცა დაინგრავს, всё დასრულდა, რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს სიტყვაზე. რა სიძახდი? გამავიწყო. ასაკმა იცის ნინი, ასაკმა იცის, და მოვიდა უკვე ამას წინათ ტრენინგზე მყავდა. ამას წინათ რა გუშინ, ეგეც არ მახსოვდა. გუშინ მყავდა ტრენინგზე 2009-იანი 2009 წელს დაბადებული ბავშვი და ან ცოტა ერორი მქონდა. ომის დროს, რა ქვია, დაბადებულები არ იყვნენ. არა. ომის დროს დაბადებულები არ იყვნენ. და რაც თქვენობით მომმართავდა რა და მეთქი თქვენობით ჯერ ერთი რა უბედურებაა რაღაცა გეხვეწები არ მომმართო თქო და თვითონ გამივლო ხაზე რომ მე ასაკიან ხალხსო თქვენობით მიმართავ. ასაკიანი ხალხი რას ნიშნავს? რამდენი ის გონი ვარ თქო და ხო იცი რას მეუბნება?
25-26-ის, ან 25-26-ის და მე რომ ვუთხარ რომ მეთქი, იცი რამდენი წლის ვარ თქო და აუ რამდენის ხარო, უფრო ნაკლების ხარო. მეთქი არა მეთქი 31-ის ვარ თქო და როგორი სახე ქონდა, იცი რომ შევეცოდე. სისი ყო რომ ანუ ამას სამარეში აქცანი ფეხია. ხარია, სწორედ რატო იცინის, რატოა ბედნიერი? ან რაღაცა კბილებზე დამაკვირდა, რომ კბილები რატო აქვს რა? რა ხერხულში ჩავარდი ჯოხი ხო არ გაქვს სადმე აყუდებ. იმდენად შეცება ჩემი ასაკით, რომ ლამის იქეთ მივიდე დავამშვიდა, რომ არა ხალხო ცხოვრობთ ამას აქში და მეც იქით. რაღაცა ძალიან არის რაღაცა ან მშობლები რა ასაკის ყავთ მაგ ბავშვებს, ან ძალიან მაინტერესებს. მშობლებს ალბათ თვალი შეჩვეული აქვთ და არ ვიცი რაღაცა არ ვიცი რატო გამოხატავენ ესე მძაფრად, მაგრამ ანუ რა არის, აი რო ვფიქრობ ახლა, კი, აი რაღაცა შეგრძნების დონეზე მქონდა, რომ აი 30 წელი ბევრია და რაღაცა ის და მაგრამ აი ეგრე მძაფრად რომ აი ამის იქით სამყარო მთავრდება და ვაიმე საწყალი 30 წლის არის თქო. ეგრე ალბათ იმიტომ რომ უფროსი და-ძმა რომ მყავდა და ბიძაშვილები და რაღაცა ბევრთან მქონდა ესე ჩემზე. შეიძლება. მე ბავშვობაში მიფიქრია, არა რა აბიტურიენტ რო ვიყავი და ვიღაცა რომ ეთყოდა 30 წელს გადაშორებული, მართლა ჩვენ წინა ეპიზოდის იმაში რა ქვია, რო ვლაპარაკობ ძალიან გავარდა ეგ ვიდეო, რომ რა აცინებს. მართლა ამას ვფიქრობდი, რომ რა უხარია 30 წელს რო არის გადაშორებული და მართლა ეგ მომენტი მქონდა რა და ჩვენივრად ვიცინი. ცოტა სახსრები და წელი მკივა, მაგრამ სიცილში ხელს არ მიჯლის არანაირად. კბილებიც მაგ. გაკეთებული. მოდი ეგეთ ვაღიაროთ. კაი, დაუბრუნდეთ ახლა რა იმ ერთად ცხოვრებას და იმას, თემას დაუბრუნდი. ხო და ეგ არის რა მოკლედ რა, რომ ბევრი ფიქრია საჭირო მანამ სანამ რაღაცა ესე ძირფესვიან არის რა სიტყვა, მაგრამ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღწევ სიტყვა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენ ცხოვრებაზე რა. ის რომ რაღაცა წუწუნს დავიწყებთ, კი გავიგეთ რომ წუწუნია, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება, ну, გარდა ტრაგიკული შემთხვევებისა, რომ ვიღაცა მოგვიტაცა ის იყო 90-იან წლებში და ჩვენი მშობლობის თაობაში, რომ მოიტაცა და მე სახლში აღარ აბრუნებდნენ, ეგ კიდე სხვა ამბავია. ეგ არის ტრაგიკული ამბები, რომელიც ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც შენ თვითონ იღებ ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას, თან ისეთი ის ხარ არის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაციასთან გაქვს წვდომა. ძალიან ბევრ რაღაცას კითხულობ, ბევრი ნაცნობია, სანაცნობო ყავს, შეგიძლია გაიხედო, გამოიხედო. გადახარშო რა, რომ თუ შენი ტიპაჟისთვის ეგ მოცემულობა არ არის მისაღები, მაშინ რა ვიცი რა, რანაირად უნდა მიყვარდეს ახლა ვიღაცა, რომ დავთმო ჩემი პირადი თავისუფლება ვიღაცისგან, კაი, მეყვარება, რამდენი ხანი მეყვარება, 1 წელი, კაი, მაქსიმუმ, 2 წელი, მაგრამ მე ის ძალიან მეყვარება რა, რომ აი მე ძალიან აი ჯანდა ბაზორი წელი ძალიან შანს მივცემ, მაგრამ აი რამდენად უნდა ვგიჟდებოდე და გადარევას ვიყო ამ ადამიანზე, რომ რაღაცა რომ მარტო სიყვარულმა გაგაქაჩინოს, კი გეთანხმები არა. არა, ვერ გამაქაჩინებს. და თან აი ხა ჩემ თავზე ჩემ თავისის რო გავაკეთო რა, ანუ არგუმენტი. წეღა რო თქვი ეკონომიკური მდგომარეობა რა, ანუ თუ 20 წლის ასაკში არ გაქვს იმის ეკონომიკური მდგომარეობა და 23 წლის ასაკში და 24-ისაში რო ცალკე იცხოვრო და ეს მოცემულობა ესე არ მოგწონს, ნუ დაქორწინდები. ხა.
ანუ კი, დაქორწინდი 27-ის, 28-ის, 30-ის, არც 30-ის არ არის პრობლემა, რომ დაქორწინდე და არც მაგის მერე. ანუ ამასნათ რაღაც თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და ვლაპარაკობდით რა, რომ აი შვილი მყავს და რაღაც, ანუ მე ხო ახლა საქართველოში არ ვითვლები ახალგაზრდა დედად. ხა, და უცებ ანუ აი ეგ შეგრძნება ოღონდ აი ძალიან ანუ აქ კი მაქვს ცოტა იმის რაღაცა შეგრძნება რომ აი არ ვარ ძალიან ბებერი აქ მაგრამ მაინც არც იმის შეგრძნება არ მაქვს რომ ახალგაზრდა დედა ვარ რა და ანუ ყველა ისე გაკვირვებული არის ხოლმე ყველა რომ ვაიმე 30 წლის ხარ და ვაიმე შვილი გყავს ანუ აი ეს ორი რაღაცა ძალიან უკვეთ და მე ვიკითხე რომ რა იყო მეთქი რავი ძალიან ახალგაზრდა დედად ვითვლებიო და აი ყველა მესეც ცალსახად რომ კი რა თქმა უნდა იო, ახალგაზრდა დედა ხარ ხო და მე ხვდები მაგას და ჩვენთან არა ესე ანუ რაღაცა 30 თუ გადასცი всё ნინი ჩამოწერილი ხარ მორჩა ის ერთი წელი სიყვარული და ორი წელი სიყვარული ძალიან მიშველის ხომ მაგ ყველაფერში უნდა შემცი ერთი თვე ორი თვე და ხო შენ თუ მაგით უყურებ ჩამოვეწერო. ყველას ურთიერთობას რა ვიცი ნინი ხა რა ვიცი იყოს ჩამოვეწერო არა უშავს რაღაცა ჩემ გზას ვიპოვი ცხოვრებაში ვინ კაია არ ვიცი ყველა მე ისე მგონია ყოველ შემთხვევაში ვისთანაც რა ისა მაქვს რა ქვია ამ ტიპის კომუნიკაცია მაქვს ან ტრენინგები მაქვს ან რაღაცა არ ვიცი საუბრები მაქვს რომ ყოველთვის ვამბობ ესეთ რაღაცას რომ ჯერ უნდა იფიქრო საკუთარ თავზე და არაფერზე სხვაზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ბედნიერებაზე და შენ რომ მოიწყობ შენ კომფორტს და შენ ბედნიერ ამბებს, მერე სხვაებიც ბედნიერი იქნებიან. ეხლა არ ვიცი, მე ვერ ან წარმომიდგენია არ რომ იქნებიან და არა უშავს თუ არ იქნებიან რა არ ის იქნებიან და რა გამოს შოკოლადი ხო არ ხარ თუ ნაყინი ხო არ ყარო ყველას უყვარდეო თუ რაღაცა მე ეგეთი პიცაზე ვიცი ეგ ჩემი ხო რა ერთ-ერთი ბევრ საყვარელი რაღაცაზეა რა პიცა ხო არ ხარ ყველას უყაი რავი არა უშავს აი არა უშავს რა ყველას ეხლა მეც სათქმელად მარტივია მე თვითონაც ძალიან ბევრი ის მაქვს რა ქვია სირთულე რომ მაგ ყველაფრის გააზრებამდე მივიდე ან თეორიაში ძლიერი ადამიანი ვარ რა მაგრამ ხო მაგ გააზრებისთვის ანუ არა უშავს თუ ყველას არ მოუწონო რა ვქნა ეხა ანუ ეს სხვა შორის მელ რობინსი არის ერთი motivational speaker-ი რა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუყურებ და წიგნი აქვს საწერილი let them არ ვიცი გაგიგია ალბათ რა მოვაგდებ აქ და ebay-დან გამოვიწერე კიდევაც და paper-ი მაქვს რა ისე გამოვიწერე მარტო Kindle-ისთვის არ ვიყიდე და ძალიან კარგად აღწერს რომ ჩემი მთელი ცხოვრებაო შევალიეო იმაზე ფიქრსო რომ აი მაგეთად სოციალურ ქსელშიო დავინახეო ჩემი კურსელებიო და არ დამიძახეს მაგალითად და იმაზე ფიქრშიო რომ აუ ესენი ერთად არიან ეხა და მე რატო გამომტოვესო სადღაცო ვიღაცას ველაპარაკებოდიო და საკმარისად ვერ გავამხიარულეო მოკლედ ესეთ რაღაცებს აღწერს რა და მე მივხვდი რომ გავგიჟდიო გადავიწვიო ყოველთვისო იმაზე ფიქრითო რომ ადამიანებსო უნდა მოვერგო და მე ძალიან დიზაპოინტმენტები მქონდაო იმედგაცრუებებიო რომ მე იმხელა თამასა მქონდაო საკუთარ თავთან დაწესებულიო რომ ისე უნდა მოგცეულიყავი და სხვებისგან რომ ვერ ვიღებდი მაგ ყველაფერსო გამანადგურო ამ ყველაფერმა და ეგ წიგნი ძალიან საინტერესო წიგნია სხვათა ანუ შორის და თან აი მივცეთ რა უფლება რომ ვიღაცები იყვნენ მოწყენილი ვიღაცები ჩვენით იმედგაცრუებულები ვიღაცები ესეთი ისეთი იმიტომ რომ არა ვართ რა ადამიანები ვართ რობოტები ხარ ვართ რომ ჩვენ მაკდონალდსში არ ვიცი რამდენად დაკვირვები ხარ ქეთო არის რობოტია რა და ლანგრები დააქვს და მართლა მაკდონალდსის ქეთო ხარ ხარ რომ ღამე დაგტენოს ვიღაცამ და დღე ჩაქრთოს და მიდი აბა შეუბერე არა ხო ადამიანი ხარ კი თან ანუ ეს მორალური კომპასი და რაღაცები მნიშვნელოვნად განსხვავებული გვაქვს ადამიანებს რა და ანუ მართლა შეუძლებელია ყველაფერში ერთმანეთს ვემთხვეოდეთ და მე კი ამაზე რაღაცა განცდები და ისინი აღარ არის აუცილებელი ჯობია რომ მართლა let them be or let them say or whatever ანუ კი ძალიან ვეთანხმები ძალიან სწორი ნათქვამია და ისე იყოს როგორც თვითონ გადაწყვეტა რომ ამასაც იცი რა არის მან მნიშვნელოვანი გასააზრებელი რომ ანუ ჩვენ რო რაღაცას და ძალიან ბოლოს მივხვდი მაგას ანუ ის რომ ჩვენზე ეგ მოქმედებს ეგ ხო ცალსახად ჩვენი ემოციაა ანუ ეს არ კი არის არა ანუ ჩვენ რო ვართ იმედგაცრუებულები ანუ ჩვენ რო ვართ გაბრაზებულები ნაწყენები ასე შემდეგ ეს ხო ჩვენი ემოცია არის რა კი და
ეს ემოცია გვაქვს, იმიტომ რომ მათზე ვერ გვაქვს პასუხი, ანუ მათ ემოციას ვერ ვაკონტროლებთ, მათ პასუხს ვერ ვაკონტროლებთ, მათ ქმედებას ვერ ვაკონტროლებთ და ნუ რავი, ვერც გავაკონტროლებთ. ანუ საქმე მაგაშია, რომ ვერც გავაკონტროლებთ მათ ქმედებას და ამ ყველაფერს რა და რავი, რა აუცილებელია ეხლა რომ შევძლოთ და ნუ გაბრაზდები, ანუ კაი, გეწყინა, გავიგე, მორჩა, ნუ მე გაამძაფრებ. რა ძალიან საყვარელი ტორჩოს ძალიან საყვარელი სიმღერა იგიცი გეწყინა მე რა არ გაქვს მოსმენილი ვისი? თაგიგდებ ტორჩო არის ერთი ის არის მომღერალია ძალიან საყვარელია და მაგას აქვს მე ისა ხო ისევ მოლოდინებთან მივდივართ რა რომ რაღაცა აი ვაზრო მოლოდინებს უწესებთ ხალხს საზოგადოებას რომ ესე უნდა იყოს და საკუთარ თავსაც მათ შორის და ყოველთვის მასე არ ამართლებს ეგ მოლოდინები, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს, ყველა სხვა აი რამ ხშირად მithქვამს ხოლმე, რომ ყველას მისი სუბიექტური რეალობა აქვს, აი 6-იანი და 9-ის მაგალითი როგორც არის, ხო, რომ ესე აქეთ ამ მხრიდან მე 6-იანს უყურებ, იქეთ ამ მხრიდან შენ 9-იანს უყურებ. შენი რეალობა ეგ არის, ჩემი რეალობა ეგ არის. გაიღვიძა ბავშვმა? ა? ოკეი. შვენიერი, კაი, ეპიზოდის დასასრულისკენაც წავედით. ძალიან კაია. ოკეი. კაი. მკრავის მოკითხვა. მკრავის მოკითხვას გადავცემ. აბა, ჩაო. ნახის უკვე ვაიმე მიძახი. კარგად. კარგად.